მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და როსთან ერთად და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საჯარო გაშლა, რისთვის შეხვდით ერთმანეთს. ესეთი შეკითხვით. ჩაიფიქრეთ ადამიანი, ვიზედაც გნებავთ, რომ ეს გაშლა მოისმინოთ და ვნახოთ სამყაროს პასუხი, რისთვის შეხვდით ერთმანეთს. აქ ხო ჩემო მეგობრებო, გამომდინარე იქიდან, რომ ორი კვირის წინ დაანონსებულმა აქციამ 10 ადამიანზე და პირადი ურთიერთობების შესახებ გამოიწვია რაღაცა სასწაული რეზონანსი და ძალიან ბევრი მწერთ, რომ აი მომახვედრეთ იმ 10 ადამიანში და უშვით გამონაკლისს ესექენით. ზოგადად გამონაკლისებს არ უშვებ ხოლმე, იმიტომ არ უშვებ, რომ წესი არის წესი და თუ წესისგან გამონაკლისს და უშვებ, მაშინ ის წესი აღარ მუშაობს. ამიტომ რომ არ დაგწყვიტოთ გული არავის, 3 დღით ისევ ვაცხადებ აქციას, ისევ პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით მხოლოდ და ეს 3 დღე იქნება 21, 22 და 23 ივნისი. 21, 22 და 23. თანხა აუცილებლად უნდა ჩარიცხოთ წინასწარ იმისათვის, რომ დაიკავოთ თქვენი ადგილი. 23-ში რომ მომწერთ და აი რაღაც ესე არ იქნება, ანუ წინასწარ ჩარიცხავთ თანხას, 21, 22, 23-ში, როცა გრაფიკით განსაზღვრული დრო მოგიწევთ, მე თვითონ დაგირეკავთ. ამაზეც ხშირად მესაუბრებით ხოლმე, რომ აი კონსულტაციის წინ რომ ჩავრიცხო, არა, ესე არ ვაკეთებ ადამიანებო, მე არც გამქცევი ვარ, არც თქვენი თანხა არაფერში არ მჭირდება დაუშვათ, რომ ჩავიჯიბო და სადღაც დაგეკარგოთ, იმისათვის რომ ჩანიშნოთ კონსულტაცია, ამისათვის წინასწარ უნდა გადაიხადოთ თანხა და მონიშნოთ თქვენი დრო. ამით საკუთარ გადაწყვეტილებასაც პატივსცემთ და ჩემს დროსაც პატივსცემთ და მეტად დააფასებთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 21, 22, 23 ივნისი, ვისაც გსურთ პირად კონსულტაციებზე, უბრალოდ პირად კონსულტაციაზე ჩემთან მოხვედრა მხოლოდ პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით, გთხოვთ მომწერეთ WhatsApp-ზე, აუცილებლად მომწერეთ და არ დამირეკოთ. ხმოვანით დაგიდასტურებთ, რომ მე ვარ რომ იქ რაღაც ვიღაცები, ვინც ჩემს სახელს ითვისებენ, მაგაშიც დარწმუნდეთ, რომ მე მესაუბრებით, თანხას ჩარიცხავთ და ჩავნიშნავთ კონსულტაციისთვის სასურველ დროს, რომელიც თქვენთვისაც მისაღები უნდა იყოს და ჩემთვისაც თავისთავად ცხადია. დანარჩენ დეტალებზე რომ მოიწერებით, მე გიპასუხებთ ყველაფერს. ნახოთ ახლა, ვისთვის არის ჯერ ეს გაშლა, სანამ იმ კითხვაზე გადავალთ, ხო? რისთვის შეხვდით ერთმანეთს, მოდი ჯერ ნახოთ, ვისთვის არის ეს გაშლა. ვისთვის არის ეს გაშლა, მაჩვენე? სამიანი კვერთხები, არკანი იმპერატორი, 6-იანი კვერთხები. პენტაკლების ტუზი, ფორტუნას ბორბალი, პენტაკლების დედოფალი. შვიდიანი კვერთხები, 8-იანი პენტაკლები და 6-იანი ხმლები. დასტის ბოლოს. მეგობრებო, ეს გაშლა, მოდი დავიწყოთ, რაც დასტის ბოლოს არის იქიდან. არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ერთად არ არიან ამ კონკრეტულ სიტუაციაში და მე ვიტყოდი, რომ არა მხოლოდ ერთად არ არიან, რომელიმე თქვენგანს აქვს კიდე თავისი პირადი ურთიერთობა. დააკვირდით, როგორი სიტუაცია აქ არკანზე, ანუ ბიჭი დგას ეზოში
და ანთებულ ფანჯარაში უყურებს ქალბატონის და მამაკაცის სცენას, ჩახუტების სცენას და აკვირდება, ასე რომ ვთქვათ, ხო? ამავე დროს აქ არის high princess, ანუ უმაღლესი ქურუმი ქალის ენერგია და არის არკანის შეყვარებულები დასტის ბოლოს. აქ ქალების მხრიდან, ქალბატონების მხრიდან ურთიერთობაში აუცილებლად იქნება გარკვეული ტიპის საზღვრები დაწესებული, იმიტომ რომ აქ მოდის ხმლების დედოფლის ენერგია, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სათუთი, სათნო და ლამაზი ადამიანია გამოსახული აქ, ხო? ანუ იცავს საკუთარ საზღვარს. ქალბატონების მხრიდან იქნება ეს. ანუ ურთიერთობა, რომელშიდაც ახლა თქვენ იმყოფებით, მე ვერ დავარქმევ, რომ აქ რამე ურთიერთობა არის ისეთი, დაუშვათ. თუმცა აქ არის ძალიან საინტერესო საკითხი, რომ სამიანი კვერთხებია გამოსახული და არკანი იმპერატორი. და 6-იანი კვერთხები. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მამაკაც ამ ურთიერთობაში სურს თქვენი დაცვა, თქვენი გაფრთხილება, თქვენი ანუ თითქოს მიუხედავად იმისა, რომ აქ ხმლების დედოფლის ენერგია მოდის, ხო? თქვენ ამ მამაკაცისთვის ხართ ყველაზე სათუთი, ყველაზე ესეთი რაღაცნაირი ნაზი ძალიან არსება, რომელსაც უნდა გაუფრთხილდე, რომელიც უნდა დაიცვა. და მამაკაცებო, ვინც მისმენთ, იდეაში თქვენ ამ ურთიერთობაზე ოცნებობთ, თქვენ ამ ურთიერთობაზე დაუშვათ გაქვთ თქვენი წარმოსახვითი ფანტაზიები, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. თუმცა, ანუ რეალურად თქვენი ყოველი ღამე, თქვენი ყოველი ეს ძილის წინ თვარეს რო შეხედავთ, ეს მთელი ეს ემოცია, მთელი ეს განცდები, ყველაფერი უკავშირდება იმ ქალბატონს, მოკლედ, რომელიც ჩაიფიქრეთ. ეს მამაკაცები, ვინც მიყურებთ იმისთვის და ქალბატონები, ვინც მიყურებთ, იცოდეთ, რომ ეს მამაკაცები თქვენზე ფიქრობენ. ესა შეაბრუნეთ, ანუ ხანდახან ვიღაცამ დამიწერა ამას წინათ, რომ რაღაცა არ შეესაბამება თქვენი მსჯელობა ლოგიკასო და ეხლა ვეცდები, რომ ესე დააწვრილებით გადმოგცეთ, თქვენ კონკრეტულს გეხებათ ეს კომენტარი, ვინც დამიწერა. იმიტომ რომ დანარჩენებს გაგების და შეგნების პრობლემა არ ქონიათ და თქვენთან ვეცდები, რომ რაღაცა უფრო ესეთი ვიყო კონკრეტული. რაც შეეხება სიტუაციას, აქ სიტუაცია ნახეთ პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების ტუზი და ფორტუნას ბორბალი. ეს არის შეხვედრა, შანსი, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ცხოვრებამ გამოგიგზავნათ, სამყარომ გამოგიგზავნათ ეს კონკრეტული ადამიანი. ანუ მე ვიტყოდი აქ, რომ ქალბატონები არიან სტატუსით გაცილებით მაღალი პოზიციის მქონე პიროვნებები. ეს შეიძლება იყვნენ დაუშვათ მატერიალურად ერთ შემთხვევაში გამოხატულია, ანუ ბევრად უფრო მაღალი პოზიცია ქონდეთ. გარდა მაგისა მატერიას და მიწიერებას რო გავეშვათ, აქ იქნება რაღაცა სულიერი საფეხურით უფრო მაღალი განვითარების მდგომარეობა, იმიტომ რომ აქ ქურუმი ქალი მოდის, აქ არის ენერგია, როდესაც ქალი არის წამყვანი, ოღონდ წამყვანი თავისივე ქალური და მსუბუქი ენერგიით და არა ძალით. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ინტუიციურად ამ ადამიანს შეუძლია ცვლილებები მოიტანოს თლიან სივრცეში, რომელიც სივრცეც მას გარს არტყია. იქნებიან ეს მამაკაცები, იქნება ეს ოჯახი, იქნება ეს სოციუმი, სადაც არის, იქნება ეს სამსახური, თუ რაც არ უნდა იყოს, ანუ სადაც ეს ადამიანი, ანუ ქალზე მაქვს საუბარი, თქვენ ქალბატონებო, თქვენზე მაქვს საუბარი, სადაც თქვენ შედიხართ, იქ სოციუმი
იცვლება, რა თქმა უნდა, დადებითისკენ, თუმცა დადებითი ცვლილებები ყოველთვის ესე თვალსაჩინო არ არის. ხშირად რაღაცა მტკივნეული პროცესების გავლა გიწევთ იმისათვის, რომ დადებით შედეგებამდე მიხვიდეთ. ეხლა აქ რასაც ვამბობ, მოგეუბნებით, აქ არ არის მოცემულობა, რომ ერთად იმყოფება ეს წყვილი, ან რაიმე ტიპის რაღაც ისეთ სერიოზულ ურთიერთობაშია, უბრალოდ ეს არის ემოციები, ეს არის ოცნება, ეს არის ერთმანეთზე ფიქრი და ასე შემდეგ. თუმცა აქ ხა არკანი შეყვარებულები, არკანი ფორტუნას ბორბალი და არკანი ქურუმი ქალი აუცილებლად მიანიშნებს იმას, რომ ეს ურთიერთობა არის ნაწილობრივ ფარულიც და თან როგორი იცით, საკუთარ თავთანაც არა გაქვთ ჯერ პასუხები რაღაცა შეკითხვებზე, რომ რატო, როგორ და რანაირად. ანუ თქვენ თვითონაც შეიძლება ვერ ხსნიდეთ, ვერც ქალბატონები და ვერც მამაკაცები, რა არის იმ მეორე ადამიანში ისეთი განსაკუთრებული, რომ დაუშვათ აი ესე თუნდაც მიეჯაჭვეთ ერთმანეთს, მაშინ როცა არც არაფერი არ არის, ხო? კარგი, ვნახოთ ახლა რისთვის შეხვდით ერთმანეთს. აი ვისაც გეცნოთ ეს იდენტიფიკაცია, მხოლოდ იმ ადამიანებმა გააგრძელეთ ახლა ამ გაშლის ყურება. ვისთვის შეხვდით ერთმანეთს? რისთვის? ეს მოსულ. რისთვის შეხვდით ერთმანეთს? ვნახოთ. ესეთი რაღაცა ვნახოთ, თქვენი ენერგიები. ვინც ახლა მიყურებს. იმ ადამიანის ენერგიები, ვინც ახლა მიყურებთ, მისი ენერგიები. და ნახოთ, რისთვის შეხვდით ერთმანეთს. მიზეზი, თქვენი შეხვედრის მიზეზი. მითხარით. ისო პენტაკლების დედოფალია დასტის ბოლოს. კარგი, თქვენი ენერგიები ვნახოთ ახლა. 4-იანი თასები, კვერთხების რაინდი და არკანი მთვარე. ვინც ახლა მიყურებს იმ ადამიანის ენერგიები, არის ცოტა მიმართული ამ ეტაპზე იქითკენ, რომ საკუთარ თავში ხართ ჩაკეტილი. რაღაცნაირად საკუთარ თავს აიძულებთ თითქოს, რომ დაკმაყოფილდეთ იმით, რაც გაქვთ და უარს ამბობთ იმ მოცემულობაზე, იმ შემოთავაზებაზე, თუნდაც შეიძლება მოდი ესე ვთქვათ, იმ ემოციაზე, რაც ამ ადამიანთან ურთიერთობას თან ახლავს. ანუ თითქოს ცდილობთ, რომ ის ულუფა ემოციების თუ განცდების თუ რაც არის, მოკლედ, ის შეირგოთ და იმის იქით შორს აღარ წახვიდეთ. თუმცა აქ არის მთვარის ენერგია და მთვარის ენერგიაში გამოსახულია ადამიანის სახე, ხო? ანუ წეღანაც იყო იქ მთვარის ენერგია თუ დააკვირდით და განახეთ კიდეც, რომ როგორც კი ბინძდება, როგორც კი საკუთარ თავთან რჩებით მარტო, ამ ფიქრებს თქვენ ვერ გაურბიხართ. ეს ფიქრები თავისთავადად მოდის, ამ ადამიანის ხატება თქვენს ცნობიერებაში თავისთავადად მოდის და იწყება ამ ადამიანზე ოცნება. ოღონდ ამ ოცნებას იმდენად ვერ აკონტროლებთ, რომ თქვენ საკუთარ თავზეც შეიძლება ითქვას, რომ ბრაზდებით, აქ მოდის სურვილი, რომელიც არ არის დაკმაყოფილებული, ანუ მინდა, მაგრამ არ შემიძლია და ეს იწვევს ერთგვარ ბრაზს, ერთგვარ გაღიზიანებას, რაღაც მომენტში შეიძლება აი რაღაც დესტრუქციულ, აი საკუთარ თავის დასჯას, რომ ნუ აი რა გჭირს კი, მაგრამ რა 2 წლის ხო არ ხარ, რომ აი ეს რაღაცა ფიქრებს და აზრებს ვერ აკონტროლებდე და რაღაც ამდენი რამე გინახავს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ხა მთვარის ენერგია არ არის ესეთი ადამიანის ენერგია, რომელიც ესეთი აი უცებ ამჩატდება.
აი ამდენი რამ გინახავს ცხოვრებაში და რა მოხდა, რა არის ახლა აქ ესეთი განსაკუთრებული, რომ აი ესე 2 წლის ბავშვივით ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს და ფიქრებს და სურვილებს, ხო? ოკეი, კარგი, ეს თქვენი ენერგია. ახლა ვნახოთ მისი ენერგია. ვინც ჩაიფიქრეთ მისი ენერგია. თასების ტურზე, არკანი მაგი და არკანი იეროფანტი. ნეტა რატო არ მიკვირს, რომ ვერ წყვეთ ფიქრს იმ ადამიანს? აცა ასოციაციაა. ნეტა რატო არ მიკვირს? ვინც ჩაიფიქრეთ, მოკლედ. ის ადამიანი, აგერ კი ხედავთ, არკანები თვითონ გამოსახავენ იმ არსს და იმ ძალას, იმ სიდიადეს, იმ სიდიდეს, რაც ამ ადამიანში არის. თქვენ ხვდებით, რომ ეს ადამიანი არის მაგის არკანი მოვიდა, იეროფანტი მოვიდა. ეს არის სულიერი მასწავლებელი. ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ფლობს ყველა უნარჩვევას, მიწიერისას და სულიერისას და საოცარ ტანდემს აკეთებს ამ ორი რაღაცის ერთმანეთთან, ხო? ანუ რაღაცა, რასაც ეს ადამიანი ეხება, ყველაფერი ხდება განსაკუთრებული. თასების ტუზის ენერგია, ეს არის, აი ნახეთ, სულიწმინდის ენერგია გამოსახული, როდესაც აი აქ სამყაროს ხელი, ეს თასი და ზემოდან კიდე სულიწმინდა და კიდე ზემოდან ჯვარი, ხო? ახლა აქ ზედმეტად მორწმუნეებმა არაფერი არ დამიწყოთ, იმიტომ რომ უდიდესი კავშირია სარწმუნოებასა და ტაროს ენერგიებს შორის, ამიტომ ახლა აქ არ ჩავღმავდები, უბრალოდ იმ აღნიშვნებს გაჩვენებთ და უშუალოდ რაც ამ არკანზეა გამოსახული, ხო? ანუ ეს ნახეთ რა არის, ეს არის ადამიანი სულიერებაში მყოფი ადამიანი, რომელიც უბრალოდ თავისი აი ესეთი მდგომარეობით აჯანსაღებს, წეღანაც ხო თქვი, რომ აი თქვენ აჯანსაღებთ იმ სივრცეს, ქალებზე მაქვს აქ საუბარი რა. არ ვიცი, ხა ქალბატონები ჩაიფიქრეთ თუ მამაკაცები აქეთ ამ ხარეს, მაგრამ ვინც ჩაიფიქრეთ იმის ენერგიაზე ვსაუბრობ, რომ აჯანსაღებს სივრცეს, ანუ კურნავს სივრცეს, აი უპირობო რაღაცნაირი მიმღებლობითა და სიყვარულით ეს ადამიანი. ამავე დროს ეს ადამიანი არის ძალიან ძლიერი, სხვათა შორის ქარიზმა აქვს საოცარი, ძალიან ძლიერი ინტუიცია აქვს, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს. მაგის ენერგია არის ენერგია, რომელიც ძალიან სხარტია. აი ძალიან ისეთი აი უცებ ხდება რა, არ გჭირდებათ იქ რაღაც ახსნათ და ერთი და იგივე რაღაცაზე ისაუბროთ 10-ჯერ, 20-ჯერ და 30-ჯერ, რომ აი რაღაცა როგორღაც ის კონტექსტი და შინაარსი ადამიანებდა მიიტანოთ. არა, ეს არის ადამიანი, რომელიც შეიძლება სიტყვებიც არ სჭირდება, იმდენად გრძნობს ადამიანების ენერგეტიკას და ამას უცებ ერგება. უცებ შემოდის სივრცეში, უცებ შემოდის თქვენს ენერგეტიკაში და ეს იმდენად ხდება მასშტაბურად, ხო, რომ აი შეუძლებელია, რომ ამაზე რაღაცნაირად თვალი დახუჭო, ასე რომ ვთქვათ და უგულებელყო ეს ყველაფერი. ნახოთ ახლა მიზეზი რისთვის შეხვდით თქვენ ერთმანეთს. 9-იანი პენტაკლები, არკანი კოშკი და არკანი თასები. მეფე, არკანი თასების მეფე. მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ 100-დან 100 შემთხვევაში ეს არის რა ქვია იმას ქართულად იმ სიტყვას დამავიწყდა. აი სუძბანოსნი პერემენი, ანუ მაპატიეთ დამავიწყდა ქართულად სიტყვა, რა ქვია. ანუ მოკლედ რა, იმდენად მნიშვნელოვან ცვლილებებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში, როგორც ელვა. ნახეთ, ეს ჩვეულებრივ დგას ეს ხე, არის თავისთვის, აგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ ეს ელვა, ეს ელდა, ეს უცაბედი შემოჭრა ცვლის იმ სიტუაციას და თითქოს ნახეთ ველიც ორად იყოფა აქამდე და ამის იქით. ანუ რაღაცნაირად ეს არის შეხვედრა, როდესაც თქვენ ორის ცხოვრებაში გარდამტეხი, აი წყალგამყოფი სიტუაცია ფორმირდება. ეს არის სიტუაცია, როდესაც თქვენ ერთმანეთს ასწავლით დაფასებას იმისას, რაც გაქვთ.
ანუ დაფასებას საკუთარი ღირებულებების, დაფასებას სხვა ადამიანის ღირებულებების, მადლიერებას გასწავლით ზოგადად და გასწავლით იმას, რომ სამყაროში გაუშვათ მადლიერების ენერგია ყველაფრის მიუხედავად. აი ნახეთ, ეს არის სიტუაცია, როდესაც ჰარმონია თანაცხოვრების და ერთად მყოფობის იმ ხელაზე დიდია. აი დააკვირდით, აქაც არ არის გამოსახული ორი ადამიანი, აქ არის გამოსახული გოგონა, რომელსაც მხარზე აზის პაწაწუნა ჩიტი. მაგრამ ეს ჩიტი, ეს გარემო, ეს კეთილდღეობა, რაც სამყაროს თქვენთვის აქვს გამოწოდილი ამ ადამიანის სახით, ხომ? სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ შეიგრძნოთ თქვენი საკუთარი თავის მნიშვნელობა და ეს საოცარი ჰარმონიის სიტუაცია არის აქ. აქ არის მამაკაცებთან განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აქ, რომ მამაკაცებო თქვენ ამ ადამიანთან ურთიერთობაში ისწავლით რა არის ნამდვილი სიყვარული. ისწავლით რა არის სიყვარული ყველანაირი რაღაცნაირი ანგარების ან რაღაცნაირი ძალიან მიწიერი სურვილების გარეშე. ანუ თქვენ ეს ადამიანი იმდენად შეგცვლით რეალურად და იმდენად დაგატრანსფორმირებთ, რომ ძალიან ბევრ რაღაცას თქვენს ცნობიერებაში შეეცვლება ადგილმდებარეობა. ზოგი რაღაცა საერთოდ წავა, ზოგი რაღაცა სხვანაირ ფორმას და შინაარსს და დატვირთვას შეიძენს, ხო? თვითონ თქვენ ხალბატონებიც და მამაკაცებიც, ანუ რისთვის შეხვდით ერთმანეთს და ზუსტად იმისთვის, რომ ისწავლოთ აი ეს რაღაცნაირი უპირობო სიყვარული, აღიდგინოთ საკუთარი თავის თვითრწმენა, იმიტომ რომ თასების მეფე არის ენერგია, როდესაც ადამიანი შიგნიდან არის უკვე სავსე. ადამიანი გარედან კი არ ეძებს რაღაცას, აი დოპინგის სახით, რომ დამატებით მიიღოს, რომ რაღაცნაირად საჭიროდ იგრძნოს თავი, ან მნიშვნელოვნად იგრძნოს და ან ასე შემდეგ. არა, უბრალოდ აი ეს ურთიერთობა იმდენად აგავსებთ, იმდენად შეგავსებთ, რომ აღარ იქნება დამატებითი რაღაცა ნივთიერებების მიღება საჭირო იმისათვის, რომ რაღაცა სიხარული შეიგრძნოთ რა. ნუ ნივთიერებას პირდაპირ მოხმარებას არ გულისხმობ, თუმცა შეიძლება იყოს კიდეც აქ რაღაც ზოგიერთ შემთხვევაში ნივთიერებებზეც საუბარი, თუნდაც ანტიდეპრესანტებზე, მაგრამ აი ეს სიტუაცია საერთოდ იცვლება. ანუ აქ კოშკის ენერგია ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იცვლება და თან არის აქ ცეცხლის ენერგიით. ანუ კოშკი ზოგადად არის ნგრევის ენერგია, რომელზეც მე ახალი საფუძველი, უბრალოდ ახალი რაღაც უნდა აშენდეს, ხო? მაგრამ როდესაც ცეცხლის ენერგიით ხდება ნგრევა, აქ შეიძლება ვთქვათ ის, რომ რაღაცეები ძალიან ფუნდამენტში უნდა ამოიწვას, ამოიჭამოს, ამოიშანთოს, რომ აღარასოდეს იქ სიცოცხლის ნატამალი აღარ გაჩნდეს. ანუ აქ არის ფუნდამენტური ხე არის აქ ისეთი სიტუაცია, რომელიც შეიძლება რაღაც მომენტში წავიკითხოთ, როგორც საგვარეულო ხაზით მიღებული ტრავმები ან გადმოცემული ტრავმები, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა განსაკურნებლად, ხო? ანუ აქ არის ისეთი სიტუაცია, როდესაც თქვენ ერთმანეთის ცხოვრებაში რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი უნდა განკურნოთ და უნდა განკურნოთ ეს იმისათვის, რომ აღარასოდეს იმ მეორე ადამიანთან ეს საკითხები დღის წესრიგში აღარ დადგეს. რა თქმა უნდა, კარგი გაგებით, ხო? ერთი არკანიც მინდა რომ დავამატო რა. მაჩვენე მიზეზი კიდევ ერთი არკანი. მხოლოდ ერთი არკანით მაჩვენე მიზეზი. რისთვის შეხვდნენ ეს ადამიანები ერთმანეთს? ერთი არკანით მაჩვენე მიზეზი. არკანი მაგი. საოცარია მეგობრებო და არკანი შეყვარებულები დასტის ბოლოს. და არკანი 10-იანი პენტაკლები დასტის ბოლოს. ღმერთო. და არკანი სიკვდილი დასტის ბოლოს და არკანი ხმლების ტუზი დასტის ბოლოს და არკანი 10-იანი ხმლები დასტის ბოლოს, არკანი მთვარე, არკანი ქურუმი ქალი, არკანი სამსჯავრო,
არკანი განდეგილი, ღმერთო, არკანი ფორტუნას ბორბალი, არკანი ჩამოკიდებული კაცი, პენტაკლების ტუზი, პენტაკლების თასი, არკანი იეროფანტი, არკანი ეშმაკი, არკანი სულელი და არკანი თასების ტუზი, არკანი მზე. ხალხო, თქვენ თვალწინავთ შეხე ეს დასტა და იმდენჯერ მაქვს გამოყენებული, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ეს არკანები ესე ჩაწყობილიყო. ეს არის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მე საერთოდ არ გამოვრიცხავ აქ, რომ თქვენ ადამიანები ერთმანეთს იცნობდით წინა ცხოვრებაში და არა მხოლოდ იცნობდით, არამედ იყავით ერთმანეთის ნაწილები, რა ფორმით, როგორ, ამაზე წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ეს ესე იყო. ნამდვილად იყო და ამ ცხოვრებაში თქვენ ერთმანეთს შეხვდით ზუსტად იმისათვის, რომ გაახსენოთ ერთმანეთს, ვინ ხართ ერთმანეთისთვის, გაახსენოთ ერთმანეთს, რა ძალა და მასშტაბი გაგაჩნიათ, რისი შექმნა შეგიძლიათ საერთოდ ერთად და ერთადაც თუ არ იქნებით, საერთოდ ვინ ხართ. იმიტომ რომ აქ მთვარის ენერგიაში მყოფი ადამიანი არის ძიების პროცესში, არის მდგომარეობაში, როდესაც არ იცის რატომ, რისთვის, როგორ, ან საერთოდ რა ღირებულება გააჩნია, რატო დაიბადა. შეიძლება აქ თქვენზე მაქვს საუბარი, ვინც ამ გაშლას უყურებს, თქვენ კითხვა აქ თავისთავად, აი რისთვის, ნუ თუ ამისთვის, ეს არის მიზანი, ეს არის რაღაც საბოლოო მაქსიმუმი, დაუშვათ ჩემი რატოც გავჩნდი, რომ ავდგე დავწვე, შუაში სადღაც რაღაცები ვიმუშაო, ვიღაცებს დაველაპარაკო, ნუ რაღაცა ვიღაცებით გავერთო, ვიღაცები ჩემით გავართო, ეს არის მიზანი? ანუ შეიძლება აქ არის მდგომარეობა ადამიანის, რომელიც საკუთარ თავს ეკითხება, რომ სად არის ჩემი სულის უმაღლესი დანიშნულება და ზუსტადაა ეს შეხვედრა, ზუსტადაა ამ ადამიანთან თანაკვეთა ცვლის ფუნდამენტურად თქვენს ცხოვრებას და როგორც ცვლის, აგერ კინახეთ დასტის ბოლოს რა საოცარი არკანები დაალაგდა ერთმანეთის თანმიმდევრულად. მე ვთქვი, ერთი არკანით მაჩვენე და მომცა მაგი და მაგის ენერგიას მოყვა აბსოლუტურად ყველა უმაღლესი არკანი, რაც კი შეიძლება ამ სამყაროს კეთილდღეობას საერთოდ აღწერდეს და ასახავდეს. აი ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა, ჩემო მეგობრებო, უძლიერესი გაშლა გამოვიდა, აბსოლუტური ყველანაირი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ ამას. ესეთი გაშლები არის ძალიან იშვიათი, ესეთი შეხვედრებიც ძალიან იშვიათია და მინდა გისურვოთ, რომ დააფასოთ ეს შეხვედრა, დააფასოთ ის ადამიანი და არ მისცეთ საკუთარ ჩრდილოვან მხარეებს იმის უფლება, რომ ეს ადამიანი რაღაცნაირად ან დაჩაგროთ, ან გაანადგუროთ, ან აწყენინოთ, ან იმის გამო, რომ რაღაცა თქვენი ეგო მაგალითად ილახება იმაზე ფიქრით, რომ ნუ რითია ეს განსაკუთრებული და უშუალოდ რომ ესე თავიდან ვერ ვიგდებ, არ აყავეთ თქვენს ეგოს. არავითარ შემთხვევაში მიყევით დინებას, რა ტემპითაც არ უნდა მიდიოდეს ეს დინება, აუცილებლად მიყევით და ნახავთ საიდან დაიწყეთ და სად აღმოჩნდებით ბოლოს თქვენს და ის ჩაფიქრებული ადამიანიც. მე აქ არ ვიცი, შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ეს იყოს ადამიანების ბედი, რამდენად შეძლებენ ერთმანეთისთვის ერთმანეთთან ყოფნას. ესეთი შეკითხვაც შეიძლება იყოს, რამდენად შეძლებენ ერთმანეთისთვის ერთმანეთთან ყოფნას. აი ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა. მე იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ, იმედი მაქვს, რომ რეზონირდა და აქვე შეგახსენებთ, რომ სამდღიანი აქცია უკვე დაისტარტა. შეგიძლიათ დღესვე მომწეროთ და დაიკავოთ ადგილი იმ 3 დღის განმავლობაში, იმიტომ რომ ძალიან მალე ივსება ხოლმე ეს ადგილები. აი ძალიან მალე, მართლა ძალიან ბევრ მომწერეთ და იმიტომ გავაკეთე, თორე ნამდვილად არ ვაპირებდი ამ ყველაფერს. 3 დღე 21, 22 და 23 ივნისი ვიქნები თქვენს განკარგულებაში და ჩავატაროთ პირადი კონსულტაციები პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ ფასად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქცია არის აქცია. დროებით, ჩემო მეგობრებო, გისურვებთ ბედნიერ დღეს, მშვიდობიან დღეს
და შევხვდებით ძალიან მალე.